მოკლედ სამშაბათი თარგეთი იყო all time high. ეს all time high იყო. ეს კარგად. ეს all time high იყო და გაიგეთა S&P რა. მაგრამ all time high-ზე არა, ამაზე ხომ daily S&P. ეგ daily S&P მაღალბურთობიანია. როგორც daily S&P მაღალბურთობიანია და აქედან გაშორტო რაღაცა, ჩულო შეიძლება. ამ დღეს ორი ტრეიდია ვიღე იდეაში, ერთი დემოზე ავიღე სამსახურში და ერთი PM-ზე challenge-ით. გადავიდეთ ახლა საათიანზე და ახლა ამას ერთიანზე ES-ს ნახოთ სიმ. ვაგებია. ES საი არა უყია რა. ახლა რა გავაკეთე 4 საათიანზე. აი ამის манипуляცია რომელცა ამაზე უნდა ამაზე უნდა ლიმიტი ორდერი დაყენებული და სტოპი მქონდა რაღაცა ისეთ რაღაც 40 პოინტი მქონდა. ხო, მე 90-იანზე ნახავ. ეგ რატო გავხსენე, იმიტომ რომ ხედავდი რომ ES-ი აფეილებდა ჰაის აღებას და ფიქრობდი რომ ეს S&P იქნება ჩამოვიდოლა. challenge-ზე იმიტომ არ გავხსენდი რომ ასე ტრეიდებს არ ვიღებ რა ზოგადად უფრო მეტი კონფიდენცია მჭირდება ხოლმე და ეს უბრალოდ თართო სუფენტრი იყო და ჩემი სატრეიდო ხდის არ შეესაბამებოდა. მე რა მოხდა? მქონდა S&P 10 საათიანზე. აი ეს S&P. და ეს იყო ჩემი 4 საათიანი PDR-ი. მე 90-იანზე გადავედი. და ვხედავ რას აქ. ამ 4 საათიანზე აი PDR-ი იმის დოლარს ვიქდა დისპლეიში და 90-იანზე. აქ უკვე ფიქრობდი რომ ბულიში იყო ფასი, იმიტომ რომ 4 საათიანი PDR-ი და მქონდა 90-იანი დისპლეისმენტი და ვალიდო რომ ეს FG გაკეთებული იყო და გაკეთდა. აქედან უკვე რას ველოდები რა, აქედან ველოდები displacements S&P-ის რამის რო კონფირმაცია მომწეს რომ ბულიშია ფასი. და ვათარგეთებდი ეს ჩავჭრდა და აი ეს თავარი თარგეთი იყო იდეაში ეს არის. მაგრამ აქ მოხსენ მგონი სულ თუ აქ აღარ მოხსენს და ვიდეოში ჩანს. PM size-ზე მოხსენი რა სულ. აი აქ მოხსენი სულ. იმიტომ რომ ძალიან ის იყო რა. პერგონგრაფი ვიყავი და ისედაც ფერფურს ვაკეთებდი და აღარ იყო საჭირო დახამება და რაღაც. აქედან ერთ წუთიანზე რო გადავედი და ასე და ერთ წუთიანზე რა ხდებოდა ახლა. ეს დავუმატებ რომ ტონი არ გაიგოს. და დაჟე შემოჩენილი ეს მოდუთენგი. შემიაგდიშ. და რა ვქნა ხა აქ რა. ამაზე კომესეთ. იდეაში ხო. ამაზე ამ ლესენი აიღო манипуляცია ერთ წუთიანზე манипуляცია მოხდა. ესე და S&P რა. და იდეაში მე ხა ამ დისპლეისმენტს რატო არ ვენდი? იმიტომ რომ მაკრო დრო არ არის. მაკრო დრო იწყება 50 აგ. აღჭირდება აქამდე. ეს იდეაში მე ხა ამის აღებას ვცდილობდი, მაგრამ არ აიღო რა, მაგრამ ხო და მოხდა ამხელა დისპლეისმენტი. აი აქ მართლა მაგრამ ეშინოდა რომ შესულიყავ შესვლის რა, იმიტომ რომ
ამ ხელა displacement-ის მე შესვლა მაინც კარგ სტოპს ვერ ვაყენებდი რა. და იდეაში სტოპი დავაყენე, თუმცა მოხდეს აი აქ თუ რაღაც მას. აი ხო, აი მე ფიჩზე ვაყენე სტოპი. Entry მქონდა აი ზუსტად აქ. სტოპი მეყენა აი აქ. და take profit მეყენა აქ. ანუ თითქმის ერთი სამთან გამოვიდა trade. აქ გავრისკე რავი რამდენი კონტრაქტი ყავა შესული. მოგვარჩა 12 კონტრაქტი ყავა შესული. 23 რო გამოვიდა 12-ზე. $550, ანუ 1% დაჟე ცოტა მეცაც ვისკავდი, 8% მქონდა რისკი რა. და ამ იდეაში ვიცოდი რომ აქამდე ავიდოდა, მაგრამ მაინც არ ვენდე რა, ამიტომ ძალიან ცუდ არ იყო თლად ისეთი მარკეტი, რომ დარჩენა არ მინდოდა რა ამ ტრეიდში თითქოს. ამ ხელა displacement-ი მომცა, ეს low-ro მისაღებაც მინდოდა არა იყო. ესეთი იყო displacement-ი იყო. 15-იანი გები მქონდა, კარგი ტარგეტები მქონდა, ესენიც მქონდა. თლაცული ტრეიდი არ იყო რა. ეხლა ეს მე რატო როგორ დავაჭმე მენეჯმენტი რა. აქედან რო ყესა იყო. გადმოვიტანე სტოპი აქ. რატო არ გადმოვიტანე break even-ზე? რავი, ამის აღება ჩემი აზრით აღარ სჭირდებოდა მარკეტს რა, იმიტომ რომ ეს ჩემთვის უკვე დაბალანსებული იყო რა, ფასი ძალიან ბულიში იყო, ძალიან ბულიში იყო, აქამდეც არ ჩამოსულა და აფერ კვადრატიდან ავიდა ასევით. და მაკრო დრო იყო, მე მოყვებოდა, მე მოხდება ამას უკვე ესა 1 საათიანი მაკრო დრო PM-ის. და აქ მოხსენეთ ფლიანის, რომ შემეძლო დამეცადა. შემეძლო დამეცადა და უფრო მეტი მომიქ, მაგრამ არ დავხმდი და ეკაია რა. სულ ეს იყო ტრეიდი, ბევრი სათქმელი არ მაქვს. აქ ნიუსების თქმა შეიძლება რა ნიუსები იყო ერთსამი. აქ ორშაბათს განსხვავებით. იყო ასეთი ნიუსები. როუზაც ხოდა. რიტეილსები რაღაც სარვისი ეს პირველ დღიდან. ესენი ხონდა ეს და PM-ის ნიუსები. სხვა ესეთი არ არის. AM-ის კაი სატრეიდები ყავს თუ ის. იო. Jangan suka ini.